სწავლებათა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 20. მუდმივი მასის იდეალურმა აირმა შეასრულა ნახატზე გამოსახული 1-2 პროცესიო. კარგით, მოდით, ესე იგი პროცესი მიდის 1-დან 2-სკენ და მოდი მივანიშნოთ. ესე იგი პროცესი გვაქვს 1-დან 2-სკენ და რის თოლია ამ პროცესში აირის მიერ შესრულებული მუშაობა. ახლა გამომდინარე იქიდან როგორც ნახაზიდან ვხედავთ, P-ს წნევის მოცულობაზე დამოკიდებულებას აქვს PV ხასიათი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მუშაობა ტოლი იქნება საშუალო მნიშვნელობა წნევის P საშუალო გამრავლებული მოცულობის ცვლილებაზე. ეს ტოლი იქნება P საშუალო თავისუფლად ტოლი იქნება P1 დამატებული P2-ის ნახევარი. წნევა პირველ მდგომარეობის საწყის და საბოლოო მდგომარეობების ნახევარი საშუალო მნიშვნელობა ავიღეთ. კი ბატონო და გამრავლებული დელტა V-ზე. დელტა V კიდე არის საბოლოო მდგომარეობაში, მეორე მდგომარეობაში წნევას V2-ს, V2-ს გამოკლებული V პირველ მდგომარეობაში. ეს უდრის. და P1 როგორც ხედავთ, პირველ მდგომარეობაში P1 არის 3P0-ის, შესაბამისად იქნება 3P0-ს, დამატებული P2 წნევა მეორე მდგომარეობაში ტოლი არის P-ი, ასე, P0-ის უფრო სწორად, P0-ის შეფარდებული 2-თან, გამრავლებული V2-ში მოცულობა მეორე მდგომარეობაში არის 4V0, გამოკლებული მოცულობა პირველ მდგომარეობაში, მოცულობა პირველ მდგომარეობაში V0-ის ტოლია. შესაბამისად 3P0-ს დამატებული P0 4P0-ია, 4P0-ს რო გავყოფთ 2-ზე მივიღებთ 2P0-ს, 2P0, გამრავლებული 4V0 მინუს V0-ზე, ანუ 3V0-ზე. ეს კი ტოლი იქნება 6P0 V0-ის. ანუ თუ დავწერთ საბოლოო პასუხს, მუშაობა A ტოლი ყოფილა 6P0 V0-ის. პასუხი D.